ცხოვრებაში სირთულეები ყველას აქვს, მაგრამ ალბათ ისინი არაფერია იმასთან შედარებით, რაც 55 მეტრის სიმაღლის ხეზე 2 წლის განმავლობაში მცხოვრებმა გოგონამ გადაიტანა. დაწყებული უძლიერესი ქარიშხლიდან დამთავრებული ვერტმფრენის იერიშით ამ ეპიზოდში ჯულია ჰილის წარმოუდგენელ ისტორიას მოგიყვებით. დასაწყისისთვის 60-იან წლებში უნდა დავბრუნდეთ. უფრო სწორად კი 1974 წელს. სწორედ ამ დროს მაუნტ ვერნანში, მისურის შტატში ჯულია ლორეინ ჰილი დაიბადა. ჯულიას მამა მოგზაური მღვდელი იყო და ამის გამო ის ოჯახს ერთ ადგილზე დიდხანს გაჩერება არ შეეძლო. დაახლოებით 10 წლამდე გოგონა თითქმის 10 მეტრის ფურგონში მამასთან, დედასთან და ორ უმცროს ძმასთან ერთად ცხოვრობდა. რა თქმა უნდა, იქ სივიწროვე იყო, მაგრამ ჯულიას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ ვიწრო სივრცეში ცხოვრება ეს მისი მომავლისთვის ერთგვარი მომზადება გახდებოდა. მომთაბარე ცხოვრებიდან გამომდინარე, გოგონას თანატოლებთან შედარებით ცოტა სათამაშო და ტანსაცმელი ჰქონდა. ჯულიას ცხოვრება იმდენად განსხვავდებოდა სხვა ბავშვებისგან, რომ 5 წლის ასაკში მას სკოლაში სიარული არ დაუწყია. მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ გოგონასთვის სახლში სწავლა უკეთესი იქნებოდა. მშობლების დახმარებით მან წერა-კითხვა და თვლა ისწავლა, მაგრამ მისი საყვარელი გაკვეთილები ბუნებასთან იყო დაკავშირებული. ოჯახი ტყეში ხშირად სეირნობდა. ერთ დღეს ლაშქრობაში, როდესაც ჯულია 6 წლის იყო, საინტერესო რამ მოხდა. ერთ მომენტში მას თითზე პეპელა დააჯდა. საინტერესო კი ისაა, რომ ლაშქრობის ბოლომდე ის არ გაფრენილა. ჯულიას ძმები მომხდარით იმდენად გაოცდნენ, რომ მას ზედმეტსახელად ბატერფლაი შეარქვეს, რაც პეპელას ნიშნავს. იმ დღის შემდეგ ჯულიას ამ ზედმეტსახელით ხშირად მიმართავდნენ. 10 წლისთვის ჯულია ოჯახთან ერთად საცხოვრებლად არკანზასში გადავიდა. ეს ფაქტი კი იმას ნიშნავდა, რომ ის მალე სკოლაში სიარულს დაიწყებდა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონამ მენდელეევის ტაბულისა და პითაგორას თეორემის შესახებ ბევრი რამ შეიტყო, მას ბუნებაში სეირნობისთვის დრო თითქმის აღარ რჩებოდა. მიუხედავად ამისა, მან სკოლა დაამთავრა და კოლეჯში ჩაირიცხა. სწავლასთან ერთად ჯულიამ სამოდელო სააგენტოში და რესტორანში მიმტანად მუშაობა დაიწყო. მაგრამ ერთ დღეს მომხდარმა შემთხვევამ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. რესტორნიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე გოგონა შუქნიშანთან გაჩერდა. მოულოდნელად მის მანქანას უკნიდან ფორდის მარკის ავტომობილი შეეჯახა, რომელსაც ნასვლა მიმძღოლი მართავდა. შეჯახება მას თითქმის სიცოცხლის ფასად დაუჯდა და ამიტომაც გამოჯანმრთელებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. ჯულია თითქმის 1 წლის განმავლობაში ინტენსიურ თერაპიებს გადიოდა, რადგანაც მას ავარიის შემდეგ ლაპარაკი და სიარული უჭირდა. გამოჯანმრთელების გზაზე გოგონა ხშირად ფიქრობდა საკუთარ ცხოვრებაზე. საბოლოოდ მან დაასკვნა, რომ მის ცხოვრებას სიმშვიდე აკლდა. წარსულში ბუნებაში გატარებული ბედნიერი საათები ნელ-ნელა ჩამქრალ მოგონებებად იქცა. ახლა კი მისი ყურადღება კარიერაზე და მატერიალურ კეთილდღეობაზე იყო მიმართული. ჯულიამ საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ ის რაიმე სასარგებლო საქმით დაკავდებოდა. გამოჯანმრთელების შემდეგ გოგონამ რამდენიმე მეგობართან ერთად კალიფორნიაში მდებარე სეკვოიის ეროვნული პარკის დათვალიერება გადაწყვიტა. თუ აქამდე არ იცოდით, მაშინ გეტყვით, რომ ეს მოწითალო მოყავის ფროხეები ერთ-ერთი ყველაზე მაღლები არიან და ისინი ხშირად 91 მეტრამდე იზრდებიან. შედარებისთვის, ეს დაახლოებით თავისუფლების ქანდაკების სიმაღლეა. სეკვოიას ხეებს სრულყოფილი ეკოსისტემის შექმნა შეუძლიათ. ასობით მცენარე, ისეთები როგორიცაა გვიმრა, ხავსი და ლიქენები, ამ ხეებზე იზრდებიან, რაც ათასობით მწერს და ხვლიკისნაირს საკვების მარაგს უქმნის. მაგრამ სეკვოიებს გარემოსთვის მხოლოდ ეს სარგებელი არ მოაქვთ. მათი ზომისა და სიცოცხლის უნარიანობის გამო ისინი დაახლოებით 3-ჯერ მეტ ნახშირორჟანგს თანთქავენ, ვიდრე ჩვეულებრივი ხეები და მათ იმ ჟანგბადად აქცევენ, რომელსაც ჩვენ სუნთქავთ. გარდა ამისა, ეს გიგანტური ზომის ხეები მიწისქვეშაც დადებით გავლენას ახდენენ. მიუხედავად იმისა, რომ სეკვოიას ფესვები მიწის სიღრმეში დაახლოებით 3.5 მეტრამდე ჩადის, ისინი საპირისპირო მიმართულებით 30 მეტრამდე იზრდებიან. ფესვების ძლიერი სისტემა ერთმანეთში იხლართება, რაც ხეებს კიდევ უფრო ამაგრებს. ყველაფერთან ერთად ფესვები დიდი რაოდენობით წყალს იწვავს. ეს კი მიწის ეროზიის სისწრაფეს ამცირებს. ეროზია მიწის წყლის შეწოვის უნარს ხელს უშლის, რაც წყალდიდობებისა და მეწყერების ალბათობას ზრდის. ასე რომ მისი სისწრაფის შემცირება ხეებისთვის კიდევ ერთი სასარგებლო უნარია. მოკლედ რომ ვთქვათ, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხეები ქმნიან ეკოსისტემებს, ხელს უშლიან კლიმატის ცვლილებას და აჩერებენ ეროზიას. იდეალურია, ხომ? სწორედ ასე ფიქრობდა ჯულიაც. როდესაც გოგონა სეკვოიების ტყეში შევიდა, ის იმდენად მოექცა შთაბეჭდილებების ქვეშ, რომ მუხლებზე დაეცა და ტირილი დაიწყო. მაგრამ ჯულიას გრძნობებს ყველა არ იზიარებდა. 1996 წლის დეკემბერში ქალაქისა შავმა ღრუბელმა დაფარა. მალევე ძლიერი წვიმები დაიწყო. როგორც წესია, ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ გადაუღებელმა წვიმებმა 6 მეტრიანი მეწყერი გამოიწვია, რომელმაც ქალაქ სტაფორდამდეც კი მიაღწია. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. მიუხედავად ამისა, 30-მდე სახლი სრულიად განადგურდა. მოქალაქეებისთვის დამნაშავე აშკარა იყო. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ერთ-ერთი კომპანიის, პაციფიკ ლამბერის მიერ ამ რაიონში სეკვოიის ხეების შრამ ნიადაგის დასუსტება გამოიწვია და მეწყერიც სწორედ ამის გამო ჩამოწვა. 1863 წელს შექმნილი კომპანია თავდაპირველად ბუნებას მაქსიმალურად უფრთხილდებოდა, მაგრამ ყველაფერი მაშინ შეიცვალა,
როდესაც 1985 წელს ჩარლს გურვიცმა, ტეხასელმა მილიარდელმა და კორპორაცია მაქსემის დირექტორმა კომპანია შეიძინა. აქტივისტების მოსაზრებით 800 მილიონიანი ვალის დასაფარად კომპანია საჭიროზე ბევრად მეტ ხეს ჭრიდა. როგორც ვიცით, ხე-ტყის მასალის მოპოვების დროს ერთ-ერთი ნეგატიური გავლენა ეროზიის რისკის ზრდა, რომელსაც სტაფორდის მეწყერის მსგავსი სტიქიების გამოწვევა შეუძლია. მიუხედავად ამისა, კომპანია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებდა. მათ განაცხადეს, რომ მეწყერი უფლისნება იყო. რა თქმა უნდა, ქალაქის მოსახლეობა ასეთმა პასუხმა არ აღაფრთოვანა. მას შემდეგ, რაც თითოეულ მოქალაქეს $100 გადაუხადეს, კომპანიამ სტაფორდის მიმდებარედ დარჩენილი ხეების ჭრა განაგრძო. სწორედ ამ ადგილას მდებარეობდა სტაფორდის გიგანტი, 1000 წლოვანი, 55 მეტრის სიმაღლის სეკვოიის ხე. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ეკოლოგიურად სახიფათო საქმიანობას ეწეოდა, იურისტებმა მათი შეჩერება ვერ შეძლეს. ამ დროისთვის კალიფორნიაში სეკვოიის ტყის მხოლოდ 5% იყო დარჩენილი. ამიტომაც აქტივისტები აქციებს ტყეში ხშირად მართავდნენ. მალევე ჯულია ერთ-ერთ ორგანიზაციას, სახელწოდებით დედამიწა უპირველეს ყოვლისას შეუერთდა. 1997 წლისთვის ტყის ჩეხვის შესაჩერებლად ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ტაქტიკა და მეთოდები საკმაოდ უჩვეულო გახდა. ყველაზე ამბიციური პროექტი სტაფორდის გიგანტი იყო, რომელიც გურვიცის მიერ შესყიდულ ტერიტორიაზე მდებარეობდა. ორგანიზაციის წევრებმა ხეზე ორი პლატფორმა ააშენეს იმ იმედით, რომ ვინმე მასზე დასახლდებოდა და ასე ხეს გადაარჩენდა. 1997 წლის დეკემბერში ორგანიზაციამ სტაფორდის გიგანტზე საცხოვრებლად მოხალისეების ძებნა დაიწყო. მოსალოდნელი იყო, რომ ხეზე ადამიანის რამდენიმე კვირიანი ცხოვრების შემდეგ კომპანია მის მოჭრას გადაიფიქრებდა და საქმიანობას სადმე სხვაგან განაგრძობდა. რაც არ უნდა იყოს, 2 კვირის ხის კენწეროზე გატარება თანაც დეკემბერში, როდესაც განსაკუთრებით ცივა საუკეთესო ვარიანტი ნამდვილად არაა. ამიტომაც გასაკვირია რა, რომ მოხალისეები არ ჩანდნენ. მაგრამ მალევე ჯულიამ საკუთარ თავთან დადებული პირობა გაიხსენა და ორგანიზაციას საკუთარი კანდიდატურა წარუდგინა. სირთულის მიუხედავად, ასეთი გადაწყვეტილება გამართლებული იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ სეკვოიის ხე გადარჩებოდა. მაგრამ ჯულიამ არ იცოდა, რომ ის ხის კენწეროზე ძალიან დიდ დროს გაატარებდა და ეს იმაზე უარესი იქნებოდა, ვიდრე მას თავდაპირველად წარმოედგინა. 1997 წლის 10 დეკემბერს 23 წლის გოგონამ ხეზე ასვლა დაიწყო. ასვლის მომენტში ცას მთვარე ანათებდა. ამიტომაც აქტივისტებმა ხეს მისი სახელი შეარქვეს. და მთვარის მსგავსად პლატფორმაც მიუწვდომელი ჩანდა. მისი სიმაღლე 55 მეტრი იყო, ასე რომ ჯულია დაახლოებით პიზის კოშკის სიმაღლეზე აღმოჩნდა. იმაში დასარწმუნებლად, თუ როგორი შთამბეჭდავია ეს ყველაფერი, დააკვირდით ამ ფოტოს. წარმოიდგინეთ, რამდენად რთული იქნებოდა ხეზე ასვლა. ჯულიას პლატფორმამდე მისაღწევად რამდენიმე საათი დასჭირდა. ახლა მისი მთავარი ამოცანა ხეზე გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრება იყო. გოგონას ორი პლატფორმა ჰქონდა. ქვედა 30 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობდა და ის მცირე ზომის ფიცრებისგან აეგოთ. სწორედ ეს ადგილი წარმოადგენდა ჯულიას საცხოვრებელს. შედარებისთვის პლატფორმის ზომა საშუალო ზომის საძინებლის ნახევარია. ამიტომაც ეს ყველაზე კომფორტული საცხოვრებელი არ ყოფილა. სახურავის ფუნქციას ბრეზენტი ასრულებდა, ხოლო საწოლის ნაცვლად ჯულიას საძილე ტომარა ჰქონდა. მეორე პლატფორმა, რომელიც 55 მეტრის სიმაღლეზე აეშენებინათ, საწყობად გამოიყენებოდა. ამ ადგილას ინახებოდა ყველაფერი, რაც ჯულიას გადარჩენისთვის სჭირდებოდა. მათ შორის იყო ალპინისტის აღჭურვილობა, ტანსაცმელი, სარეცხი საშუალებები და საკვები. ალბათ დაგაინტერესებთ, თუ რა სახის საკვებს მიირთმევდა გოგონა 55 მეტრის სიმაღლეზე. გამომდინარე იქიდან, რომ ჯულია ბუნებას იცავდა, ის ვეგეტარიანელი იყო. კვირაში ერთხელ 8 კაცისგან შემდგარი ჯგუფი ხესთან მიდიოდა და მასზე დამაგრებულ თოკებზე საკვებს აბამდა. როგორც წესი, გოგონას რაციონი ხილისა და ბოსტნეულისგან შედგებოდა. ამის გარდა საჭიროების შემთხვევაში მას სალაშქრო გასქურა და სამზარეულოს ნივთებიც თან ჰქონდა. რთული პირობებიდან გამომდინარე, ჯულიას ნორმალურად ბანაობის საშუალება არ ჰქონია. ხეზე გატარებული რამდენიმე თვის განმავლობაში მან მხოლოდ 3 ჯერი ბანავა. საინტერესოა, რომ ბანაობის დროს ის ქუსლებს არ იწმენდა. ეს რა თქმა უნდა არასასიამოვნო ჟღერს, მაგრამ ასე გოგონას ფეხები ხის ტოტებს უკეთ ეკროდა და ამიტომაც მისი ჩავარდნის ალბათობა მცირდებოდა. გადიოდა თვეები და ჯულია ხიდან ჩამოსვლას არ აპირებდა, მაგრამ საინტერესოა, თუ რატომ გაჩერდა ის ხეზე ამდენ ხანს. წესით პროტესტი ხომ რამდენიმე კვირა უნდა გაგრძელებულიყო. საქმე იმაშია, რომ კომპანია დანებებას არ აპირებდა, მაგრამ მათი საქმეები მაინც ცუდად მიდიოდა, რადგანაც ჯულიას ამბავი უფრო და უფრო მეტი ადამიანის ყურადღებას იპყრობდა. 1998 წლის გაზაფხულისთვის გოგონა საკმაოდ პოპულარული გახდა. ხეზე გატარებული დროის განმავლობაში ის ასობით მხარდამჭერის წერილს იღებდა. ჟურნალისტები და ფოტოგრაფები ხეზე 2 საათი ადიოდნენ, რათა გოგონასთან ინტერვიუ ჩაეწერათ და მისთვის ფოტოები გადაეღოთ. მაგრამ ყველაფერთან ერთად ის მუქარის წერილებსაც იღებდა. უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ 90-იანი წლების ბოლოს ტყის მჭრელებსა და აქტივისტებს შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა. 1997 წელს სტაფორდის პოლიციელებმა აქტივისტებს თვალებში წიწაკის სპრეი შეასხეს. 1 წლის შემდეგ კი, როდესაც დევიდ ჩეინი რამდენიმე აქტივისტთან ერთად ტყეში მორიგ პროტესტს მართავდა, ნამდვილი ტრაგედია დატრიალდა. ერთ-ერთი ტყის მჭრელი, სახელად არლინგტონ ამონსი, პროტესტის მონაწილეების მიმართ ძალიან აგრესიულად იყო განწყობილი. სამწუხაროდ მისი მუქარები მალევე რეალობად იქცა. აქტივისტების ჯგუფის დანახვის შემდეგ ამონსმა 41 მეტრის სიმაღლის სეკვოიის
ის ხის მოჭრა დაიწყო. ხე პირდაპირ ჩეინს დაეცა და ის ადგილზე გარდაიცვალა. მაგრამ ამონსის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების მიუხედავად, ქალაქის პოლიციამ მას ბრალდება არ წაუყენა და მომხდარი უბედური შემთხვევით ახსნა. ასე რომ 90-იანი წლების ბოლოს სეკვოიის ტყე უსაფრთხო ადგილი ნამდვილად არ ყოფილა. განსაკუთრებით კი იმ გოგონასთვის, რომელიც ხის კენწეროზე ცხოვრობდა. მალევე საფრთხე ჯულიას სიცოცხლესაც დაემუქრა. ერთ მორიგდილას აქტივისტი უცნაურმა ხმამ გააღვიძა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში უცნაური ხმები ხშირია, მათი მოსმენა შუაგულ ტყეში 30 მეტრის სიმაღლეზე საკმაოდ უცნაურია. ხმა თანდათან ძლიერდებოდა და მალევე მასთან ერთად ქარიც ამოვარდა. ჯულია ხის ტოტებს ძლიერად მოეჭიდა და რამდენიმე წუთში მის წინ დიდი ზომის ვერტმფრენიც დაინახა. როგორც აღმოჩნდა, ვერტმფრენი ხის მჭრელმა კომპანიამ ჯულიას შესაშინებლად გამოგზავნა. მიუხედავად იმისა, რომ ის გარკვეული დროის შემდეგ გაფრინდა, ჯულიას პრობლემები ამით არ დასრულებულა. კომპანია მიუარაუდა, რომ გოგონა იმ შემთხვევაში დანებდებოდა, თუ მას საკვების მარაგი აღარ ექნებოდა. ამიტომაც 10 დღის განმავლობაში მათ ხის გარშემო არსებული ტერიტორია შემოღობეს და ყველაფერთან ერთად დაცვის 3 თანამშრომელიც დაიქირავეს, რომლებიც აქტივისტებს ჯულიასთვის საკვების მიწოდებაში ხელს უშლიდნენ. რამდენიმე დღეში გოგონას საკვების მარაგი თითქმის ამოეწურა, ხოლო მისი ტელეფონი ჯდებოდა. ტელეფონის გათიშვამდე ჯულიამ მეგობრებთან დარეკვა მოასწრო და მათ რამენაირად ბლოკადის გარღვევა სთხოვა. აქტივისტების ერთი ჯგუფი ხესთან ახლოს მდებარე გორაკზე განლაგდა და დაცვას ყურადღება გადაატანა. ამ დროს ჯულიას რამდენიმე მეგობარმა საკვებით სავსე ტომარა თოკზე მიამაგრა. ამ ამბიდან მეორე დღეს დაცვამ შემთხვევის ადგილი სამუდამოდ დატოვა. ერთი შეხედვით ჩანდა, რომ ჯულიას დამარცხება არავის შეეძლო, მაგრამ კომპანიის მხრიდან მისი დაშინების მცდელობების გარდა მას სხვა სირთულეებთან გამკლავებაც უხდებოდა. ნათელია, რომ ხეზე მხოლოდ ერთი საძილე ტომრის იმედად ცხოვრება მარტივი საქმე არაა, განსაკუთრებით კი ზამთრის პერიოდში. ზამთარში ტემპერატურა -4 გრადუსამდე ეცემოდა. ასეთ პირობებში დიდხანს გაჩერებამ შესაძლოა ჰიპოთერმია გამოიწვიოს. ამ დროს ორგანიზმი სითბოს იმაზე სწრაფად კარგავს, ვიდრე მის გამომუშავებას ასწრებს. ამის მიუხედავად, მან ცივი ზამთრის გადატანა მაინც შეძლო, მაგრამ ყველაზე უარესი გოგონას წინელოდა. ის გამანადგურებელ ბუნებრივ მოვლენას უნდა დაპირისპირებოდა. ცნობილი ქარიშხალი, სახელწოდებით ელ-ნინიო, რომელიც 145 კმ/სთ-ით მოძრაობდა, 16 საათის განმავლობაში ტყეში მძვინვარებდა. ამ დროის განმავლობაში ჯულია ხის ტოტს ძლიერად ეჭიდებოდა და ლოცულობდა. ერთ მომენტში მან გონება დაკარგა, მაგრამ როდესაც გონს მოეგო, აღმოაჩინა, რომ სასწაულის წყალობით ის ხიდან არ გადავარდნილიყო, მაგრამ კომპანია ჯულიასთან მოლაპარაკებაზე უარს აცხადებდა. გენერალური დირექტორის ჯონ კემბელის განმარტებით გოგონა კანონს არღვევდა, ხოლო კომპანია კანონდამღვრევებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებდა. რაც არ უნდა იყოს ამ ხნის განმავლობაში, ჯულიამ მრავალ პრობლემას გაუძლო. საბოლოოდ კომპანიამ დამარცხება მაინც აღიარა. 1999 წლის ბოლოს მათ სტაფორდის გიგანტის და მის გარშემო 61 მეტრის რადიუსში მდებარე ყველა ხის მოჭრაზე უარი თქვეს. სანაცვლოდ ჰილი ხიდან უნდა ჩამოსულიყო. ხელშეკრულების თანახმად ჯულიას და მის მეგობრებს ამ ხეებიდან მისაღების შემოსავლების დანაკარგის გამო კომპანიისთვის $50,000 უნდა გადაეხადათ. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ეს თანხა ქალაქის უნივერსიტეტის ანგარიშზე უნდა ჩარიცხულიყო, რათა სტუდენტებს ტყეების უკეთ შესწავლა შესძლებოდათ. ხელშეკრულების დადების შემდეგ ჯულიას ხიდან ჩამოსვლა შეეძლო. 1999 წლის 18 დეკემბერს სეკვოიის ხეზე ასვლიდან 728 დღის შემდეგ გოგონამ ფეხი მიწაზე პირველად დადგა. ჩამოსვლიდან რამდენიმე წუთში მან თავი ვერ შეიკავა, დაეცა და ატირდა. ამ შთამბეჭდავი გამარჯვების მიუხედავად, ჯულიას საქმიანობა ამით არ დასრულებულა. მან ტყეების ჭრის წინააღმდეგ გამოსვლები ტელევიზიაშიც განაგრძო. გარდა ამისა, ის მწერალი, მოტივაციური სპიკერი და სიცოცხლის წრის ფონდის დამფუძნებელიც გახდა, რომელიც გამოსვლებით ეკოლოგიური ღონისძიებებითა და სწავლებებითაა დაკავებული. მაგრამ როგორც უკვე გითხარით, მისი საქციელით ყველა აღფრთოვანებული არ იყო. 2000 წლის ნოემბერში ხე უცნობმა პირმა დააზიანა. დამნაშავემ ბენზოხერხით ხეში 81 სანტიმეტრიანი ჭრილი გააკეთა. საბედნიეროდ დაზიანებული ადგილი მცენარეული პრეპარატებით დაამუშავეს და გარდა ამისა, ხე რკინის კონსტრუქციით გაამაგრეს. ამ ფაქტმა ჯულია დაარწმუნა, რომ მისი ბრძოლა დასრულებული არ იყო. საბოლოოდ ჯულიას შესახებ რამდენიმე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. ჩაიწერა მრავალი ინტერვიუ და დაიწერა წიგნები, რომელთა შორისაც მისი მემუარები, სახელწოდებით მთვარის მემკვიდრეობა. გარდა ამისა, სიმფსონების ერთ-ერთი სერია სწორედ მას ეძღვნება. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ჯულიას საქმისადმი ერთგულება ათასობით გარემოს დამცველისთვის იმედის მომცემი გახდა. დასრულებამდე კი დავფიქრდეთ, თუ რას გვასწავლის ეს ისტორია. ვინც არ უნდა იყოთ, თუ თქვენ საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულნი ხართ, მაშინ ყველა დასახული მიზნის მიღწევას აუცილებლად შეძლებთ. და ვინ იცის, იქნება ერთ დღეს თქვენი მიღწევების შესახებ წიგნიც კი დაიწეროს.